სამყაროს კანი, იგივე სამყაროს ბიბლიოთეკა. საკუთარი ძალით სამყაროს კანიდან ინფორმაციის ამოკითხვა, ამოღება, ჩამოტვირთვა შესაძლებელია თავისუფლად. ბევრი რამ, რაც მომავალში უკვე მოხდა, სამყაროს კანში ინახება ინფორმაციის სახით. წარსული აწმყო და მომავლის ინფორმაციები ერთადაა იქ მოქცეული. თუმცა ზოგიერთი მომავლის მომენტი არ არის ჩაწერილი სამყაროს კანში. ამას აქვს ერთი მიზეზი და ეს მიზეზი არის ადამიანის ნების ძალა. ზოგჯერ, როდესაც საკვანძო გადაწყვეტილება ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ადამიანის კონკრეტული არჩევანის გაკეთებამდე, მომავალი სამყაროსთვისაც უცნობია. შესაბამისად, ჩვენი საკვანძო გადაწყვეტილებები ჯერ არ მომხდარა და უცვლელიც არ არის. ეს ნიშნავს ერთს: სამყარო ველოდება ჩვენს ნებას და შემდეგ ინახავს ინფორმაციას სამყაროს ველში. თითოეული თქვენი გაზმანება ინახება მოქმედებები ყველაფერი სამყაროს კანში, რომელიც შემდეგ ერთსაერთო შემნახულ ვიბრაციულ ველში ინახება ყველა ნებებთან ერთად, ყველა ჩვენს მოქმედებებთან ერთად. ეს არის დასაბამიდან დაგროვებული ნებების საცავი, ინფორმაციების საცავი. თქვენ შეიძლება არ გიფიქრიათ, რომ სამყაროს მართვის კოდები თქვენ ხელშია. ეს შესაძლებლობები ადამიანს გადაეცა მაშინ, როდესაც შემქმნელმა შეგვქმნა მისი ნაწილისგან. გადმოგვცა უამრავი შესაძლებლობები და სამყაროს მართვის კოდები, რომელიც რეაგირებს მხოლოდ მაღალ ვიბრაციებზე. რადგან ეს არის უსაფრთხოების მექანიზმი, რომ დაბალ ვიბრაციულმა ადამიანმა არ განახორციელოს თავისი ცუდი ფიქრები. ამიტომაც სამყარო რეაგირებს მაღალ ვიბრაციულ ადამიანებზე. მხოლოდ ამ ენას კითხულობს სამყაროს კანი. თქვენს გარეშე სამყარო ნაბიჯსაც ვერ დგამს, თუმცა გამონაკლისია სიტუაცია, როდესაც თავად ადამიანი გაუცნობიერებლად მოტყუებით გასცემს თავის ნებას ბნელის ზეგავლენის შედეგად. ნება მექანიზმი გასაღებია, რომელსაც ექვემდებარება სამყარო. სწორედ ამიტომ არის ბნელი დაინტერესებული პირველ რიგში ჩვენი ნების გატეხვით, რათა გამოიყენოს ჩვენი ნება მაგიური ჯოხივით. თქვენ ნებას იყენებენ ძალისთვის, საკუთარ აზრებს გაწვდიან და თუ გააკეთეთ, მისი ნების აღსრულება შესრულება ხდება დაბალ ვიბრაციის ენერგიაში. მაგიურ ჯოხად იყენებს ადამიანს, რადგან სხვა ცდომა სასიცოცხლო ენერგიებზე, ასევე ადამიანებზე და მატერიაზე საკუთარი ძალა არ აქვს მოაქვს. უსაზრო შესაძლებლობებს ფლობთ. ჩვენი ძალა არის ოქროს საბადოსავით. თუმცა მე პირადად ამ საბადოს უწოდებდი მოლოდინების გადამჭარბებელ საბადოს, რომელიც არ ილევა. უსასრულოდ შეგიძლიათ გახსნათ თქვენი ძალები. არ ილევა და რაც უფრო შედიხარ მაღალ ვიბრაციაში, მით უფრო ორმაგდება თქვენი ძალა გეომეტრიული პროგრესიით. ყველას გისურვებთ გამთლიანებას.